მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო არ შეეხება ტურიზმის თემატიკას, იგი ეხება კონკრეტული მანქანის მოდელის კონკრეტულ ტექნიკურ საკითხს. კერძოდ ეს არის მანქანა Toyota Prius 2014 წლის და მგზავრის მხარეს წინ არის ესეთი ჭიქის ჩასადები, რომელიც ესე მოძრაობს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში წინ ერთგვარი ხუფი უნდა იყოს, რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს. დაიკარგა. იმედია მე მოვახერხებ ამის დაფიქსირებას და პრობლემა მდგომარეობდა რაში. ხდება ხოლმე რომ ეს მექანიზმი ცუდად გაუმართავად მუშაობს. რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ სხვადასხვა ტკბილის ასმელის ჩაღრვა ხდება შიგნით და ხდება ამ ყოველივეს გაჭედვა. ჩემ შემთხვევაში ზუსტად ასე იყო, მიჭირდა ხოლმე მისი გამოწევა, შეწევა არ იყო პრობლემა, გამოწევა იყო პრობლემატური და მინდა ახლა გაჩვენოთ, როგორ მოვახერხე ამ პრობლემის აღმოფხვრა. როგორც ხედავთ, აქ არის სათავსოები ზედა და ქვედა და აი ნახეთ, ქვედა სათავსოს შემთხვევაში შეიძლება დავდგეთ რა პრობლემის წინაშე. იყო შემთხვევა, როდესაც აქ დამხვდა ჩაღვრილი ყავა და ეს მოხდა ზუსტად აი ამ ჭიქის ჩასადებიდან. გზავს ჰქონდა ჩადგმული ჭიქა ყავით და უსწორმასწორო გზებზე სიარულის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სათავსოში საკმაოდ ბლომად ყავა იყო ჩაღვრილი და ახლა როდესაც მოვახდენ ამ ყოველივეს დაშლას, აგიხსნით როგორ ხდება ეს. ახლა მინდა გაჩვენოთ, როგორ ხდება აი ამ სათავსოს გამოღება. პირველ რიგში უნდა გავაღოთ კარები ქვედა სათავსოსი. შემდეგ რაიმე ისეთი ინსტრუმენტით, რომელთაც არ დააზიანებთ პლასმასის ზედაპირს. აი აქ არსებულ სისარიელებში შეგიძლიათ რაღაც ბერკეტი გამოიყენოთ და ხდება აი ამ სათავსოს ამოღება. აქ შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რომ არის სპეციალური სამაგრები, რომელთაც ხდება აი ამ სათავსოს ჩამაგრება კორპუსში. და რასაც ვამბობდი, ჩაქცეულ სითხეებთან დაკავშირებით ქვედა სათავსოში. აი, როდესაც დახურულ მდგომარეობაში, აქედან თუ რამე ჩაიღვარა, ფაქტიურად აი ამ ადგილებიდან ხდება უკვე სათავსოში ჩაღვრა. სხვათა შორის აი ამ სათავსოს განათების შეცვლაც აი აქედან ხდება, აქედან არის შესაძლებელი. შემდეგი ეტაპი არის რა, აი აქ არის სამაგრი, შურუპი, რომლის მოხსნაც ხდება. ფიგურული სახრახნისით და საკმაოდ მარტივად ხდება უკვე აი ამ ნაწილის ამოღება. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ცოტა ვიწვალე გამომდინარე იქიდან, რომ იყო ჩაწეპილი და გამოდის რა, აი მთლიანად აი ეს ნაწილი იხსნება და თავად ჭიქის სამაგრი დაფიქსირებულია კიდევ ორი შურუპით, როგორც ხედავთ აი აქ. ახლა მოვხსნით თვითონ აი ამ ბლოკს, ამ ნაწილს და გაჩვენებთ უკვე შიდა მექანიზმს. როდესაც მოვხსნით აი ამ შურუპებს, უკვე აი ეს ნაწილი ამოდის ძალიან თავისუფლად, მარტივად და აი სამწუხაროდ აი აქ ხდება აი ამ მექანიზმის გაწეპვა. აქ არის ესეთი ზამბარაზეა დაფიქსირებული ეს კბილანა, რომლის საშუალებით ხდება უკვე რეგულირება მოძრაობის სიჩქარის დაუშვათ. მე ცოტა სწრაფად დავაყენე ახლა, იმიტომ რომ ჯერ ერთი საერთოდ უჭირდა გამოსვლა აი ამ ნაწილს. მე მეორე, გაწეპილი იყო საკმაოდ დასრულ მდგომარეობაში, მე მგონი მე პირველი ვარ ამ მანქანის შემთხვევაში, ვინც დაშალა და გაწმინდა. და მინდა კიდე ხაზი გაუსვა რას, აი ამ ყოველივე ამის სიჩქარის დარეგულირება არის შესაძლებელი. კერძოდ როგორ? მაგალითად გამოწვეულ მდგომარეობაში აი ამ კბილანას, აი ამ ნაწილს თუ ამოუზნიხავთ ცოტა და ინახავთ, რომ მოჭიმული ზამბარა მოიშვება, შესაბამისად დატრიალდა საათის ისრისაც ნააღდებოდ აი ეს კბილანა და ხდება მოშვება. შესაბამისად გამოწევის სიჩქარე
კლებულობს. ნუ მე ჩემ შემთხვევაში ავდექი და სამბარა უფრო დავჭიმე. საათის ისრის მიმართულებით დავატრიალე. აუცილებელია ყურადღება უნდა მიექცეს უსაფრთხოების ნორმებს, იმიტომ რომ მქონდა შემთხვევა, რომ ცოტა ზედმეტად მომივიდა აი ამ ზამბარის დაჭიმვა და კბილანა მთლიანად ამოვარდა. ასე რომ რა თქმა უნდა აუცილებლად ყურადღება უნდა ვაქციოთ უსაფრთხოების ნორმების დაცვას. აბა ნახოთ ახლა. შემიძლია ალბათ კიდე დავჭიმოთ ცოტათი. ძალიან კარგი. ეს ყოველივე ავაწყო თავიდან. ახლა მე გიზიარებ ჩემს გამოცდილებას, როდესაც დავშალეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საგულდაგულოდ გავწმინდე, გავრეცხე. გავაშრე, მოვიყვანე მდგომარეობაში. და ახლა სვამ აი ასე უკან. შემდეგ აი ამ შურუპით ხდება ყოველივეს ჩაფიქსირება ისევ. და აი ამ სათავსოს შესმა. მორჩ. მე მაგალითად საკმაოდ გამაწვალა აი ამან და მოვიძიე უცხოურ რესურსებში ეს რჩევა როგორ ხდება თანმიმდევრობა ამის დაშლა აწმყვის და მაინც ვიფიქრე რომ ცუდი არ იქნებოდა ჩემი გამოცდილება გამიზიარებინა იქნებ ვინმეს გამოადგეს. ყველას კარგ დღეს გისურვებ, წარმატებები.